აუ რა მე ეს გამოჩნდა გამარჯობა მეგობრებო როგორ დავა კაიტაში გამაგრებით ერთი როგორ დავა აუ თქვენ სულ გაიხარე რაღაცა უფრო გაგიშვი რა ხელი ფეხბურთში მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგაზე ქართველებმა ვერ უყურე თუ არ ვიცი როგორ იყო გამარჯობთ გეიცვალე გამარჯობა მე არ ვიცი ქართველები არ იყვნენ ხო როგორც ფეხბურთში ვერ ვერკვევი დიდად იმედი არ დავშლილ ორჯერ და თამაშობთ კიდევ მადლობა ბრძანებისთვის მოკლედ მე ცოტა უცნაურად ბოდი ცოტა დაგვაგვიანდა ტაქსით მოვედი მძღოლი შემხვდა ინდოელი სიმამრი ყავდა ქუთაისელი ჩემზე მაგრად ლაპარაკობდა იმერულად და იმებსაც აკეთებდა რა ვარია არ ვიცი არა საინტერესოა ეს რა ანჭიერი ხალხია ეს ინდოელები არის ყველაფერს მე ცოტა შორიგზიდან მოვდივარ ისე აი ხო არსებობს შორიგზა რომ ბევრ ქვეყანას გავიდა და მე წამოვედი როგორც აი ევროპა ქუთაისი 20 კაციანი სუფრა და თბილისი 20 კაციანი სუფრის გამო განსაკუთრებით გამიჭირდა ქუთაისში თუ ხართ ნაყოფი იმელები ვართ აქ ხელსაწევით ვა თქვენ გაიხარეთ ძმო იმელებს ტაში დაუგრათ რა იმელები ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია ნიუ-იორკში ხო იცი როგორ არის იმდენი იმერელია რომ ჩადიხარ ჩამოხვედი ქუთაისში ესე ხდებიან ხოლმე და აი ეს 25 კაციანი სუფრის გამო ძალიან გამეჭიდა საცობის ვარიანტია ხო ხო იცი რო გამოდიხარ გამოდიხარ ვერ გაგიშვებ ახლა და აი რაღაცა გამბავ სხვათა შორის მე დავადგინე რომ იმერლები ხართ ყველაზე მაგარი სტრატეგოსები აი თუ გინდა რომ სამყარო გადაარჩინო სამხედრო სტატიკოსად უნდა დანიშნო იმერელი თქვენ თუ გქონიათ შემთხვევა სტუმრის დატოვება რო უნდა თბილისიდან იმერელს პლან ბ რას აკეთებს აი მეორე პლანი რო ბ რას აკეთებს იცით ვინმე მე იმელებო არა აი ესე იგი თქვენ დიდი ხანია თბილისში ცხოვრობთ თქვენ გაგაფუჭეს ეთყობა თბილისელებმა ეს სასწაულია მე არ ვიცი მაგის მსხვერპლი გავხდი მაგრამ ნუ ეს უნდა გენახა აი ესე ვზივართ ქეიფობთ რაღაცა და რო ვთქვი რომ მეთქი მანქანითა უნდა წავიდე ჩემი მე ქუთაისელს მაგას აი ბიჭო დალია პატარაჭიკა და გახვალ მეთქი ვერ დავლევ გავარ აი ბიჭო პატარათი დალია და მე გახვალ კაი დავლიე პატარაჭიკა მე მეთქი წავედი ახლა აი ბიჭო მეორეც დალია ახლა მაგი რა დალევა იყო დალია მეორეც და წავალთ ერთად კაი დავლიე მეორეც ცოტა ხანში მეთქი წავედი ახლა აი ბიჭო დალევა ახლა 60 არის და დალია მესამეს და გავალთ ერთად დავლიე სამის მეთქი ახლა ნაღდათ მიდივარ ბიცა პატარების არ დავლიოთ ახლა აი დავლიოთ პატარების დავლიეთ პატარებისაც მეთქი ახლა ნაღდათ წავედით და ბიცა შენ წავდი მაგრამ ასედან სვამი აპირებ და სვამი დაждომა საჭეზე დამტოვეს ჩვეულებრივი პლან ბ მაგრამ სხვათა შორის ქალბატონებო დღეს გილოცავთ ქალთა დაცვის დღე არის ოღონდ ტაილანდური კალენდრით არის Facebook-ზე შემხვდა თუ რამეს ნიშნავს თქვენთვის მე მაინც გილოცავთ და ხო სხვათა შორის პამიდურის ფასი ხო არ დაწეულა როგორ არის ეგ ამბავი ბოლოს 17 ლარი მახსოვს გაიაფ და რამდენზე დავიდა 10-მდე ჩამოვიდა ვა მაგარი ამბავია იმ დღეს საოცარი შემთხვევა იყო 10 ლარი გაია კაცოქი გეყოფა რა 10 ლარი იმიტომ იმ დღეს იყო ვიღაცა ჩანთიდან გადმოუვარდა პამიდორი გზაზე გადადიოდა და 20 კაცი გაიქცა საშველებლად ერთი აიღეს და მეორე ესეც მოვრუნდა და მეორეს მანქანამ გადაუარა ის 17 ლარიანი პამიდორი იყო ვარდისფერები რო საშინელის რაღაცა ხდებოდა იქ წივილი სასწრაფო მოიდა მე ეს გასრესილი პამიდორი ეს გაყრილი ეს ისინი ყველაფერი შიგნით ეს შიგნეულობა საშინელობა სასწრაფო ცოტაც რო დაგვეგვიანაო სადილშიც აღარ გამოდგებოდა ეს პამიდორი ძალიან მძიმე ამბავი იყო ძალიან მე არ ვიცი რა იმას დარხეული აქვს იმას დაიჭერე ვინც გადაუარა იმას სიხი აქვს უეჭოლის 17 ლარიანი პამიდორი დაბრიდა რა ჩვეულებრივად რა ისე ტემუზე რა ღირს პამიდორი ხო არის ტემუ საიტი ხო იცით 3 ლარი რო ღირს თავის კურიერიანად რო ყიდულობ 3 ლარად ყველაფერს მან ცოტა ხანში ალბათ აი ადამიანებსაც დადებენ აი მონებით ვაჭრობა ალბათ მანდ იქნება რა აი კედელი მაგ მოსანგრევი მაგის დედაოდ მე რა გამოიძახე ეგ 3 ლარად მუშას გამოუშვებ ინდოეთიდან საიდანღაც აფრიკიდან ჩამ მაგარი საიტი ტემუზე არ ვიცი ხო მე არ მინახავს ის მართლა უნდა დავძებნო დარწმუნებული ვარ იქნება ეხლავე ნახე თუ გინდა იმიტომ რომ მე მარკეტში ყიდვას მაინც ვერიდები მე იცი რომელ მარკეტთან ცხოვრობ ეხლა არ ვიტყვი იმას სახელს რა ქვია მიგანიშნებთ რა მიხვდებით აი რომელი მარკეტი იცი რო შედიხარ და ორი ოპერატორი რო უნდა იჯდეს და ერთი რო ყოველთვის აკლია იცით ეგ მარკეტი
მე არაფერი მithქვამს, თქვენ თვითონ წამოვხსნათ, მე არაფერ შუაში ვარ. აი მეორე ოპერატორი არის ცისფერი მთების გივის როლშია. არასდროს არ არის ჩემი. ანუ ფული რაღაცე დახარჯეს, ის ერთი და ეს ხალხი ჩხუბობს, რა არის კაცო, ეს მიჩხუბი, კაცო მეორე ოპერატორი და ეს გაღიზიანებული ეს ოპერატორები, ბავშვები, საწყლები ჩემ, ქალბატონო შესვენებაზეა და ასხავენ ერებს, მე იქ ვიღაცა ხალი იცავს ამ ბავშვს და არ უნდა შენი დაცვა ეხლა მას, წადი ქალო, ესენი მეზობლები ჩხუბობენ თურმე ერთმა. აი ზეგ მე რა კაცები ეს, არი ვეგავიგე, აი სერიოზული ჩხუბი მიდის. იქ მე ერთი ოპერატორი ყავს, აი მუდმივად გაღიზიანებული თინეიჯერები რო არიან, ხო იცი? პასუხი რო ეზარება რა. ვიღაც ხალი იღება, შვილო ეს რა ღირსახ, გარტყეში არ ვარ. რაო შვილო, მეთქი ისა, არ ვიციო. სასწაულები ხდა, მე სუმგონია რომ ეგ ორი ნაბიჯი ვინც გახსნა არის აი დრამატული თეატრის რეჟისორის არის. დგავს რა ჩხუბებს. თქვენ რადგან გამოიცანით, ბარემ სოლოლაკის ფილიალს მიაკითხეთ. ეგ სერიოზული ფილიალი. მანდ არის ტრაგიკომედიებს ნახავ ჩუ. თან უფასოდ. აუცილებლად ნახეთ. თქვენ რა ქვიათ? ესეც ვიფიქრე. ლაშა გერქმეოდათ კი ბატონო. და აი ეს ამბავი, მან ერთი შემთხვევა მქონდა კიდე რა იმდენად დაძაბულია ხალხი რომ ერთხელ ვიღაც ქალს დავეჯახე ესე რა რაღაც ვქარობდი რაღაც და შემოტრიალი და უცებ სხვა ვინ იქნებოდა? ბიჭო, ალბათ მე სხვა ვინ იქნებოდა? ანუ ამ ქალაქში მარტო მე ვეჯახები ხალხს თუ რა მომართვაა? ან შეიძლება ელოდებოდა რომ თუ ვინმე დამეჯახება ეს ვაჟბატონი იქნება უდესმე. მე ვიღაცა ხალი, აი ჩვენიანია კაცო, ნუ იმაშვები ეჩხუბები მაგბიჭს. სხვადასხვა ქართველებს თუ დაგიფიქსირები და ძალიან მესაკუთრე ხალხი ვართ, აი ვიყვარს ეს ჩვენიანი, სრულად მესმის ხოლმე, აი ბავშვობიდან რომ ჩავიდოდი ხოლმე დავუშვათ გურიაში დასასვენებლად, აი ესეც ისე იწყებოდა, აო ჩამევიდა ჩვენი ყაზრიალი, ჩვენი ბიჭი ჩამოვიდა, რაღაცა მე დედის მხარეს ჩავიდოდი ხოლმე, ო ჩვენი ბიჭი ჩამოვიდა, ჩვენიანი. ერთხელ კიდე სექს მუშაკები იდგნენ, სიგთან გავიარე და იქაც ჩვენი ბიჭი მოვიდა, ჩვენი. რატოა შენი, არ ვიცი, ისე ვერ მივიდა. იქიდან მეძახდა მე, მოდი, ვინც ფული გამოგართვას, იმის დედა ვატირე. ვერ მივედი, არ მეცალა იმ პერიოდში. ისე მე რო ვაკვირდები ამ ფასების ზრდის და კრიზისების გამო, ჩემს მეზობლის ძაღლმა ყეფას უკლო. მართლა რო დავაკვირდი ესე, როგორ ეცი ეს ძაღლი კვირტი 10-20 ყეფიანი იყო. ეტყობა ვეღარ აჭმევენ, არ ვიცი, გვერდზე ცოტა მდიდარი ოჯახი ცხოვრობს, ისინი რო დაიწყებენ ეს პატარა ნაბოზარი ძაღლები რო, ხო იცი, ეგეთი ყავთ 5. ნევროზიანი ძაღლი, ყველაფრით უკმაყოფილო ძაღლები რო არის. აი მგონია რომ ეგ ჯიში ვინც გამოიყვანა, გაერთო და მერე თავი მოიკლა რა ამ სიბოროტისგან. აი არ ვიცი რა, ამ ძაღლებს არ სუყეფე. ემათ უყობა გაიკვება, აბა და ეს ძიდი ძაღლია ესეთია და აი როგორ რაღაც გუბას სანიკიძე ტიპაში ძაღლია რა. ამოვე. ვოუ! ერთხელ ეს შეძახებს, მიდის. აი რო ლაპარაკობდეს ალბათ იმას ვუძ. რა არის ბიჭო? ეს შედის. ერთხელ და 10-20 ყეფა ქონდა. ნუ არ ვიცი, ისე მე რო ჯადოქარი ვიყო, არ გეწყინოთ ადამიანებო, მეც ადამიანი ვარ, მაგრამ მე რო ჯადოქარი ვიყო, ადამიანებს გადავახცევდი ძაღლად. ძაღლი ბევრად კაი ტიპია, დამიჯერეთ, ვიდრე ადამიანი. აი ნახეთ. ძაღლიანი სასტავის ისიქით. რამე ცუდი რო თქვა ძაღლებზე დამბრიდავთ, ხო? ან გარეთ დამხვდებით.